ჩემს უკან ორბი სითია, C კორპუსი, ეზოებში კი ძველ სახლების ძირში განთავსებულია რამდენიმე კაფე, ერთ-ერთი გადაღებული გვაქვს, ეს არის უზბეკური სამზარეულოს რესტორანი და აი მეორე კი ჯეო ბეიქერი უკვე ქართული რესტორანია. მოდით ვნახოთ ის. ჭერიც გაკეთებულია, იატაკი გაკეთებულია, კედლები მოწესრიგებულია. და იმედია ესეთი პირველი შთაბეჭდილება გამყვება ბოლომდე, იმიტომ რომ ქალბატონებსაც უყურებ მოწესრიგებულია, ერთადერთი რაც არ მომწონს, მოდით შევთანხმდეთ, რომ ზედმეტი ნივთები სამზარეულოში კი ბატონო არ იყოს, არავითარ შემთხვევაში გარედან სამოსი არ უნდა იყოს დახლებზე და ასე შემდეგ. სუნიც კი სისუფთავის არის. ქალბატონებს თავზეც ახურავს და ფორმაში არიან და ეხა ჭურჭელს უყურებ, ჭურჭელი ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანია და რასაც ხედავ, აი ყველაფერი არის კარგად დარეცხილი და მოწესრიგებული. ზედაპირებით სუფთა არის, ყველაფერი კონტეინერებში არის გადანაწილებული, მოკლედ დღეს მეორე ობიექტია, სადაც ვარ შემოსული და მეორე ობიექტში ვუყურებ, რომ ძალიან კარგად არის მომხმარებელთა უფლებები დაცული. იმედია ასე იქნება და ბათუმში მოწესრიგდება ყველაფერი. ერთადერთი რაზეც თვალი ახლა გამექცა და არ მეწონა ეს რა დავინახე. ამას აქ რა უნდა? გოგოებო, ამიხსენით ეს აქ რას აკეთებს? ყველა ვარიანტი რომ არ შემოგვეპაროს, ღია აკარები ყოველთვის. გასაცემი არა გვაქვს ისეთი, რომ აი ნახევარი კარი რო დახურული იყოს და ამიტომ. ნახეთ ყველა არ გეშინიათ, ეხა მე რო დავიხარ, აი თქვენ მობძანდით და აი შეხედეთ ეგერ კუთხეში რა არის? ექსტრემენტებია, ხო? ანუ წრუწუნები, არა, იმიტომ რომ სადაც ექსტრემენტებია, რო არ შემოსული იყოს, ხო? იმიტომ რომ ისეც სატყვარად შეჭმულია. არსებობს სპეციალური საჭერები, სადაც შედის და უკან ვეღარ გამოდის და აი აუცილებლად გთხოვთ, რომ ეს საკითხი მოაგვაროთ. ექსტრემენტები აქაც არის. კი. აი აქაც ნახეთ, აი. აი. და აგერაც აი. ანუ თქვენ შეამჩნიეთ ეთყობა და მიტომ მოიტანეთ, ხო? გთხოვთ, რომ ძალიან დიდი ყურადღება მიაქციეთ ეს საკვებში ვერ მოხვდება ვერანაირად, მაგრამ თქვენთვისაა მნიშვნელოვანი, რომ გამწოვი სწორად მუშაობდეს. ისე გაქვთ გაკეთებული, რომ აქ რაც არ უნდა კონდენსატი იყოს, თქვენ საკვებზე ეს არ აისახება. გოგოებო, ნახეთ. კი, არის. ეთყობა არის გაბიდნული და სავარაუდოდ ვერ ყოფნის სიმძლავრე. თორე აი ვუყურებ, რომ ნამდვილად წმინდავთ და ასუფთავებ. მადონა სამზარეულოშია, მე კი ვათვალიერებ ექსტერიერს და ინტერიერს. ეზო არის საკმაოდ არა ძალიან დაბიძურებული, ნაგავი, უამრავი, ნუ რაღაც არ ვიცი, ეს ფოთლებიც არ არის, ნაგავია. აი ნახეთ როგორი იატაკია, რაღაცა ძველი მწვანე პალასია და ნამდვილად მოწესრიგება აკლია არა. მოუწესრიგებელია ძალიან. აი მოდით ვნახოთ, დავათვალიეროთ დარბაზი, ეს არის გადახურული უკვე შემინული ტერიტორია. ნუ აქაც ყველაფერი უბრალო, აქ რა თქმა უნდა ნაგავი არ არის, იმიტომ რომ წყობა ეზოში არასუფთავებენ და აქ წმენდნენ. აქვეა ფასები, შეგვიძლია ვნახოთ პიცა, ხაჭაპურები, რაღაცა კერძებია, 20 ლარი, 15-10, ესეთი ფასებია. აქ მაგიდები სუფთა, ნამდვილად ვერაფერს ვიტყვი. არის ხელსახოცები, კი ბატონო, ძალიან უბრალოა, უბრალოდ აი ეს მწვანე პალასი ცოტა არ იყოს, არ მომწონს, მაგრამ ნუ ესეთი ზედაპირი აქვს, ეს უკვე კაფეს გადაწყვეტილება და აქ მე როგორც ხვდები, მიტანის სერვისიც აქვს, ძირთად პიცები გაქვთ, ხო და რაღაცა ქართული კერძები. ხო, ხაჭაპურია, კი ვხედავ. სადილის დროა და სტუმრები არ გყავთ? რატო? ხო, აი ესე ხდება ზოგჯერ, მაგალითად შევედით დღეს ვიყავით მზეო სასადილოში და სავსეა იმდენი სტუმარი ყავთ და ნუ აქ სამწუხაროდ არ ვიცით, შეიძლება არ იციან, რომ აქაც ამზადებენ კერძებს, ან შეიძლება ჯერ არ აქვთ ისეთი სახელი, რომ ხალხმრავლობა გქონდეთ.
ფაქტია, რომ ეს ადგილი უფრო მოწესრიგებულია ვიდრე გარე პერიმეტრი. როდესაც სტუმარი მოდის რესტორანში, კაფეში, საცხობში, იმისთვის რომ მიირთვას კერძი, რა თქმა უნდა, მისთვის ძალიან მნიშვნელოვანია როგორი გარემოა. ანუ რამდენად სასიამოვნოა ვიზუალურად, ესთეტიკურად. ამიტომ მიაქციეთ მაინც ამას ყურადღება და იყოს ყველგან სისუფთავე. ხაბებიც ნახეთ რა სუფთა არის, მოწესრიგებულია. აი გაპრიალებულია ყველაფერი, რაც ადამიანის ხელზე არის დამოკიდებული, ყველაფერს აკეთებენ, მაგრამ უნდა იყოს კომპანიას, რომელთანაც გექნებათ ხელშეკრულება დადებული, აუცილებლად დადეთ და უკვე აი ისინი იზრუნებენ იმაზე, რომ აი ის ჩამომსვლელი მღრღნელებიც თქვენთან არ იყოს და მარტო სტუმრები იყოს, რომელიც თქვენ კი მღრღნელები კი არა, თანხი შემომტანები რომელიც იქნებიან. ეტყობა რომ ზრუნავთ, ეტყობა რომ გინდათ ყველაფერი კარგად იყოს, მაგრამ მესმის რომ ძნელია და მით უმეტეს საბირთხე გაქვთ გვერდით. ეს არის საპირფარეშო, კი ბატონო, გასახდელი საპირფარეშო, ესეც გაპრიალებული, სუფთა, მოწესრიგებული და კარგია ძალიან რომ საპირფარეშო, იმიტომ რომ აი იატაკის უნდა დამესვა კითხვა რომ იატაკს რო წმინდავთ, იმიტომ რომ იატაკი გაწკრიალებული გაქვთ, სადმი გაქვთ, დიახ რა თქმა უნდა თქვენია, მაგრამ ყოველ შემთხვევაში წყლის გადაღვრის საშუალება გაქვთ. სწორად არის ფქვილი კონტეინერში მოთავსებული და ყველაფერი ისე არის, რომ მაქსიმალურად ნაკლებად მოხდეს შეხება, ანუ მღრღნელიც ვერ შეეხება ძირითადად, ყველაფერი ლაგდება და ყველაფერი იმალება, მაგრამ მოდით ახლა შევძვრეთ პაციურებში. კვერცხს არ ვეხები. თუმცა აი ამ შემთხვევაში ვერ დაგეთანხმებით, ზუსტად, იმიტომ რომ აი ზუსტად შეიძლება სალმონელათი დავაბინძუროთ. ხო. მოტანისთანავე გარეცხვა კვერცხის არასწორია, იმიტომ რომ ბევრად უფრო სწრაფად ფუჭდება, რო იცოდეთ. ხო, კარგი. ეხლა შეხედეთ, ქალბატონებო, ერთი არო სტიკერები უნდა გქონდეს, ხო. და მეორე არის რა? აი ეს ძალიან კარგად მესმის რომ ეს გაამზადეთ და დღის მანძილზე ამას ალბათ იხმართ, უფრო საღამოს გეყოლებათ მომხმარებელი. სილიკონის ჯაგრიცი აი ძალიან კარგია რომ გაქვთ, მაგრამ აი თავდახურული უნდა იყოს აუცილებლად, აი ეს და დასტიკერებული უნდა იყოს. მათ საყინულეშიც ვნახოთ რა პროდუქტები გვაქვს. კი ბატონო, ძირითადად არაფერი აი არის ცხიმი გაყინული. აქ არის ძირითადად ხაჭაპურის მაცივარი და ყველაფერი არის განლაგებული სწორად და მაცივარიც არის დასუფთავებული, კოროზია არ არის. გარდა აი ქვედა არა, აი ახლა თქვენ ნახეთ ქვევით რა ხდება და თქვენ თვითონ ნახეთ. აი ამას შეხედეთ. არა, გატეხილი არა, დაიობია ეს. აი, ნახეთ, აი. გთხოვთ გაასუფთავეთ, ხო? საყინულეში რაც აქვს ჩადებული, ყველაფერი დასტიკერებული უნდა იყოს. გუმელი არაჩვეულებრივია, ახალია. მომწონს რომ ხელსახოცებით იმშრალებთ ხელს და არ ხმარობთ საერთო იმას. ესე ძალიან სწორი არის და კარგია. ნიჟარებიც მოწესრიგებული და სუფთა გაქვთ. სწორი არის აი აქაც შენახულია ყველა ინვენტარი აბსოლუტურად და არ იტვერება, ესეც ძალიან კარგია. ერთადერთი მაცივარი სადაც არის განთავსებული ნახევარფაბრიკატები, ანუ ნახევრად გამზადებული კერძები და უკვე მომხმარებელი რომ მოვა, მერე უცებ დამზადდება, შეიწვება, მოიხრაკება, გამზადდება და ასე შემდეგ. ანუ აქ ყველაფერი არის სტიკერის გარეშე სამწუხაროდ. უყურებ რომ სწორ ცხიმს ხმარობთ და ისიც უყურებ რომ გამოცვლილია და ახალი და კარგი ცხიმია ფრისთვის, მაგაცაც აღნიშნავ, კი ბატონო. მე უბრალოდ აი თხოვნა მაქვს რომ ყველაფერი აბსოლუტურად იყოს მოწესრიგებული, ვადები იყოს დაწერილი. აი ამას მივაქციოთ ყურადღება და ზედმეტი ნივთები ვეცადოთ რომ სამზარეულოში არ იყოს. ძალიან პატარა სივრცე გაქვთ და შეძლების და გვარად ყველაფერი გაქვთ ისე მოკუსკუსებული როგორც ოჯახს შეეფერება და აი აქ იგრძნობა რომ ოჯახი მუშაობს. მაგრამ მისთვისაც ის ოჯახის წევრი არ არის, ჩვენი მტერია და მღრღნელები მოვიცილოთ.